რამდენად სუფთა სინდისით შეგვიძლია თევზის ყიდვა? კვიპროსში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულოვან სახელმწიფოში დაჭერილი თევზის რაოდენობა ძალიან შემცირდა. ადგილობრივი მეთევზეები ამბობენ, რომ ზღვაში გასვლა ფაქტობრივად აღარც ღირს. ამის მიზეზი ბევრია: ჭარბი თევზჭერა, ჰაბიტატის განადგურება, ინვაზიური სახეობები და კლიმატის ცვლილება. თევზაობა თავის რჩენის საკმაოდ შემოსავლიანი ხელობა იყო, ახლა კი მისი მომავალი ბუნდოვანია. ზღვა სულ სხვანაირი იყო. ადრე ამნავით ჩემი ორი შვილის განათლებას ვაფინანსებდი. ლარნაკას სათევზაო პორტში მდებარე ამ პატარა ბაზარში უამრავი სახეობის თევზი და ზღვის სხვა პროდუქტი იყიდება, მაგრამ მათგან ძალიან ცოტაა ადგილზე დაჭერილი. უმეტესობა სანაშენიდანაა, მოტანილი და იმპორტირებული პროდუქტია. მაინც რომელი ჯობს, რომ იყიდოს ადამიანმა, როგორც უფრო ეკოლოგიური. ამ კითხვას რომ უპასუხოთ, უფრო მეტი უნდა გავიგოთ. თუ გარემოზე ვზრუნავთ, თევზის ყიდვა ძალიან რთულია. მართალია, თევზი ჯანსაღი ცილით მდიდარი საკვებია და წითელ ხორცთან შედარებით თევზჭერის ინდუსტრია გარემოში გაცილებით ნაკლებ ნახშირბადს აფრქვევს, მაგრამ ევროპული თევზის მრავალი სახეობა რთულ მდგომარეობაშია. იმპორტირებული თევზი კი კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. მაინც როგორ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი? ექსპერტები ამბობენ, რომ თევზის მოყვარულებმა კვლავ უნდა იყიდონ ეს პროდუქტი, მაგრამ კარგი იქნება თუ მანამდე იკითხავენ, მაინც სადაურია ეს თევზი, როგორ დაიჭირეს, რამდენად კარგ მდგომარეობაშია ეს კონკრეტული სახეობა. ამ ყველაფერზე პასუხს პროდუქტის ეტიკეტზე ვერ ნახავთ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით MR Good Fish 3.0, რომელსაც კოორდინაციას ოკეანოლოგი დანიელ ჰეიზი უწევს. თუ მომხმარებელი ისეთი არჩევანის გაკეთებას შეძლებს, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება, ეს ყველას დაეხმარება. კარგი იქნება ის მაინც მოახერხოთ, რომ რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ. ამ გზით ხელს შეუწყობთ, რომ სამომავლოდ დიდი ცვლილებები მოხდეს როგორც თევზჭერის ინდუსტრიაში, ისე მთლიანად ოკეანის ეკოსისტემაში. თევზის ბაზარზე სულ მცირე იმას მაინც აჩვენებენ, თუ საიდან მოაქვთ თევზი, მაგრამ რესტორნებში, კვების წერტილებსა და თევზის კონსერვის მაღაზიებში ეს მოთხოვნაც კი არ არის. ევროპელ მომხმარებელს უბრალოდ არ აქვს ასეთი ინფორმაცია. და მაინც, როგორც კვიპროსის მომხმარებელთა ასოციაციაში ამბობენ, ადგილობრივების 64%-ს ურჩევნია უფრო ეკოლოგიური პროდუქტი შეიძინოს. რატომ ვამბობთ, რომ პრობლემები გვაქვს? როდესაც რესტორანში შევდივართ, ჩვენს ირგვლივ კი ბევრი რესტორანია. ვერ იღებ ინფორმაციას თევზის შესახებ. სად დაიჭირეს ეს თევზი? როგორ დაიჭირეს? რომელი ხელსაწყოთი? თავად რესტორნებშიც არ იციან ეს. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც MR Good Fish 3.0-მა შექმნა. ეს აპლიკაცია ევროკავშირის მომხმარებელს ეხმარება, რომ სწრაფად გადაამოწმოს დეტალები თევზის სახეობის შესახებ, სანამ იყიდის ამ პროდუქტს ან შეუკვეთავს. ეს აპლიკაცია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლიდან უყრის ინფორმაციას თავს და ამატებს სეზონურ რეკომენდაციებს, რეცეპტებსა და პერსონალურ რჩევებს. შეგიძლია გახსნე ეს აპლიკაცია და თქვა, მოიცა, არის კი ეს თევზი აქ დაჭერილი? ამის მერე გადაამოწმებ ინფორმაციას და მიიღებ გადაწყვეტილებას. შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ეს აპლიკაცია სწორია, რადგან ის იმ მეცნიერთა მონაცემებს ეყრდნობა, რომლებმაც ეს აპლიკაცია შექმნეს. ღირებულებათა ჯაჭვში ძალიან ბევრია ისეთი მოთამაშე, რომლებსაც მთლიანობაში ამ მიმართულებით სიარულის დიდი სურვილი აქვთ. ეს აპლიკაცია, ეს ორგანიზაცია კი ერთად მუშაობის საშუალებას იძლევა, რათა ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორ არჩევანს შეუძლია დაეხმაროს ზღვის გარემოს. კვიპროსსა და მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ინვაზიური თევზის სახეობა ლომთევზა. იგი წითელი ზღვიდან გავრცელდა და ახლა ადგილობრივ ველურ ბუნებას განადგურებით ემუქრება. თუმცა კვიპროსში რესტორნებში უკვე დაიწყეს ლომთევზას მომზადება და მომხმარებლისთვის შეთავაზება. ინფორმირებულმა მომხმარებელმა შესაძლოა სწორედ ეს თევზი ამჯობინოს იმ თევზის სახეობას, რომელსაც გადაშენების მეტი საფრთხე ემუქრება. არც ისე დიდი ხნის წინ ლომთევზას საკვებად გამოყენება უჩვეულოდ ითვლებოდა. დღეს კი ეს თევზი სულ უფრო პოპულარულია. ახლა ხალხმა იცის, რომ როდესაც ლომთევზას მიირთმევს, ის მხოლოდ გემრიელ, შედარებით იაფ თევზს კი არ ირჩევს, არამედ გარემოსაც ეხმარება. ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ. სმარტფონის აპლიკაციამ შესაძლოა სწორედ ასეთი ყველასთვის მომგებიანი არჩევანი შემოგთავაზოს. ასეთ აპლიკაციებს შეუძლიათ შეანელონ ინვაზიური სახეობების შემოსვლა და დაეხმარონ ადგილობრივ მეთევზეებს დაიჭირონ ეს სახეობები, მაგრამ რამდენად ბევრი ევროპელი გამოიყენებს ამ აპლიკაციას? მოდი ეიმეიდენში წავიდეთ, ამსტერდამთან ახლოს მდებარე ნიდერლანდურ პორტში.
აქ ჩრდილოეთის ზღვაში თევზი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ხმელთაშუა ზღვაში. ადგილობრივ მაღაზიებში, როგორც ეს არის ეკომეგობრული მიდგომა გაყიდვების მთავარ წინაპირობად იქცა. მომხმარებელი საკმაოდ შორიდან მოდის ახლად დაჭერილი თევზი რომ შეიძინოს, რომელიც არ არის გაყინული ან მსოფლიოს მეორე ბოლოდან ჩამოტანილი. საერთაშორისო მდგრადობის ეტიკეტი გამოსაჩენად არის გამომზეურებული, მაგრამ მყიდველების უმეტესობისთვის ხარისხი უმთავრესი კრიტერიუმია. ყველაფერი ახალია, ამიტომ ყოველთვის აქ ვყიდულობ. რა თქმა უნდა, გემო ყველაზე მნიშვნელოვანია. ცოტა უფრო ძვირიც რომ იყოს არაფერია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ევრობარომეტრის ბოლო კვლევის მიხედვით მომხმარებლის უმეტესობა თევზის შეძენის დროს ფასს ანიჭებს უპირატესობას. მხოლოდ 36% ითხოვს მეტ ინფორმაციას გარემოს დაცვის საკითხებზე. ასეთი მომხმარებელი ყოველთვის ეკითხება გამყიდველს თუ რას ნიშნავს მდგრადი თევზჭერა. როცა თევზს ახლავს ეგრეთ წოდებული SMS-ის მსგავსი ეტიკეტი, ეს ნიშნავს რომ ის ჭარბი თევზჭერის შედეგი არ არის და გარემოსთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. თუმცა მომხმარებლის უკეთ ინფორმირება თავად ევროპის თევზის რეწვის სექტორსაც აძლევს სარგებელს. ეს საკითხი განიხილეს ნადავლის კეთილდღეობის კონფერენციაზე, რომელმაც ქალაქ ეიმეიდენში ისტორიულ კუნძულზე მდებარე ციხესიმაგრეში მოუყარა თავი მიწოდების ჯაჭვის წარმომადგენლებს. კონფერენციის ერთ-ერთი გამოსვლელი სარა პიტონეტ გაიარინი კიდევ ერთი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია, რომელმაც მომხმარებლებისთვის სმარტფონის აპლიკაცია შექმნა. ეს აპლიკაცია სახელწოდებით Verifish იმით არის განსხვავებული, რომ შტრიხ-კოდის მეშვეობით იხსნება რესტორნების მენიუსა თუ მაღაზიის ეტიკეტზე. იგი მრავალფეროვან მონაცემებს შეიცავს, მათ შორის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებულ ფაქტებს და დეტალურ ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომელმაც დაიჭირა ან მოაშენა თევზი. ამ აპლიკაციის შედეგად ჩვენმა მოქალაქეებმა გაცილებით მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ მდგრადობაზე. ვიცით, რომ ეს რთული საკითხია და გვინდა, რომ ეს რთული საკითხი იყოს, მაგრამ შესაძლებელია მისი უკეთ გაგება. თევზმჭერმა, თევზის მომშენებელმა და გადამამუშავებელმა კომპანიებმა უწყვეტად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ აპლიკაციებს, მაგრამ ამ პროექტის მესვეულთ სჯერათ, რომ მის მიერ მიღებული სარგებელი ამართლებს მასზე გაწეულ ძალისხმევას. ამ პროექტის მონაწილე მწარმოებლები მომხმარებლის მეტი ნდობით ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო გამჭვირვალე და მიკვლევადია სექტორის მიერ კეთილი ნებით მოწოდებული ინფორმაცია, მით მეტი მომხმარებელი ჩათვლის ამ მიდგომას გამჭვირვალედ და შესაძლოა. ამის გამო მომხმარებელმა მეტი თევზის პროდუქტი იყიდოს. მეტი ცოდნა საბოლოო ჯამში მეტის მოხმარებას ნიშნავს. ციფრული ინსტრუმენტებს შეუძლიათ შეავსონ ინფორმაციული ვაკუუმი, თუ კი ერთმანეთთან დააკავშირებენ თევზის მყიდველსა და მეთევზეს. მეცნიერებს თევზის რეწვის სექტორს, გარემოსა და მომხმარებელთა დამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ითანამშრომლონ. თუ შევამცირებთ ევროპის დამოკიდებულებას იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებსა და არამდგრად თევზჭერაზე, შევძლებთ დავიცვათ და შევინარჩუნოთ ოკეანე მომავალი თაობებისთვის.